გილოცავთ ედის დღეს დაესწარით მრავლას, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ ღმერთ. მადლობა. გაიხარეთ შემოგებით. გილოცავთ კალბატონურიდან ედის დღეს დაესწარით მრავლას, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს. გილოცავთ ედის დღეს თქვენ გმირიშვილის მშობელი ხართ, ქართველი დედის სანიმუშო. ჩემშვილს ვხედავ თქვენს ფორმაში. გილოცავთ დედის დღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელით. დიდი მადლობა ესეთი შვილის გაზრდისთვის. ქართველი დედის სანიმუშო მაგალითი თქვენი შვილის სახელი უკვდავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გილოცავთ ამაყები ვართ თქვენაირი შვილის გაზრდისათვის. მადლობას მოგახსენებთ და რა ვიცი, ხნეობას, ჯანმრთელობას ისურვებთ ყოველთვის. გილოცავთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. 12 წელი გავიდა და მაინც რო გახსოვთ. დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის კიდევ ერთხელ და უღრმესი მადლობა. ნამდვილად სასახელო შვილი მყავს, დარწმუნებული ვარ ამაში და მიხარია მისგან რომ მოდის ვიღაცა ფორმით. საერთოდ ეს ფორმა ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ყოველთვის მაქვს ეს ყურადღება თქვენგან, თავდაცვის სამინისტროს დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ არ ავიწყდებათ ჩვენი გმირები და მისი დედები. მთელი არსით მე თავდაცვის იმედად და ჩემი ჯარის იმედად ვარ მორალურად, ყველანაირად, ჭირშილ ხინში მე მეგულება ეს ჩემი უწყება, ჩემი ზურგი, ჩემი დაცვა, ეს ზედმეტი სიტყვები არ არის. კიდევ ერთხელ მიულოცავ ჩემ დედებს ამ დღეს, ისევ და ისევ ხნეობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სხვა ოჯახის წევრებთან. ყველა დედას ულოცავ დედის დღეს თავდაცვის სამინისტროდან მობრძანდნენ და გამილამაზეს დღევანდელი დღე. ვუსურვებ დედებს ჯანმრთელად ყოფილიყვნენ, გალაღებულები, გახარებულები და უფლისნება ქონოდეთ. არ გვტოვებენ უყურადღებოდ, სულ მოდიან ჩვენთან, გვილოცავენ. ჩვენთვის რა თქმა უნდა ახლა შვილი დავგარგე, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა უყურადღებოდ არ გვტოვებენ არასოდეს. ყველა დედას ულოცავ დედის დღეს. ყველა გამძლეობას უსურვებ და ჯანმრთელობას პირველ რიგში. ყოველთვის გრძნობ ყურადღებას, მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო თავდაცვის ძალებს. 12 წელი გავიდა, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით არიან ჩემს მიმართ და რა ვიცი, ყველანაირად გვერდში მიდგანან. დაწყებული თავდაცვის მინისტრიდან დამთავრებული თითოეულ ჯარისკაცს მინდა მადლობა გადაუხადო. ერთადერთი შვილი მყავდა, ერთადერთი ვაჟკაცი. მწარია დედისთვის, რა ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, მაგრამ მიამაყება, ძალიან მიამაყება. კივილიანია, მაგრამ სადღაც სასიხარულო გულის კუნჭულში რომ ადამიანებს ახსოვხარ, არ ავიწყდები, პატივს გცემენ და თანაგიგრძნობენ. დღეს მიულოცეთ 3 მარტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცის დედებს. უსურვეთ გამძლეობა, ხნეობა, დიდხანს სიცოცხლე.